ამ მავთულხლათის იქით რა ფართობები დარჩა და საერთოდ სოფლები თუ დარჩა? ხო. ეს მავთულხლათი დაახლოებით 3 დღის უკან შემთხვევით ამოვედი, ხა მართალია დამწვარი ეს სახლი, მაგრამ ამოვდივარ ხოლმე აქა. აი ქორღობიდან ამოვივლი ხოლმე, ჩემოვდივარ, ვათვარიელებ ხოლმე და შემთხვევით დავინახე, რომ ეს მავთულხლათები ყრია აქ ეზოში, ბაღში. ხო და რა ვიცი, გამიკვირდა მე ევროსაბჭოს კავშირის წარმომადგენლებიც იყვნენ და იმათაც დაათვარიელეს, ძალიან გულდასმით შემოიარეს აქა ყველაფერი და აი გაოცებულები იყვნენ ისინიც, იმიტომ რომ იქითა მარტო გზას მიჰყვები ეს საზღვრები. ხო და აქ კიდევ აი აქამდეა ჩამოსული. ხო და თვითონაც გაოცებულები იყვნენ, რავი, რა ხდებაო უკვე და თვითონაც. აი ამ მავთულხლათის იქით თქვენი რა დარჩა და სოფლი? ამ მავთულხლათის იქით აი ეს ბაღი არის. იცით როგორ არის? ჯერ კიდე მშვიდობიან დროს არა. ისე იყო, ეს არის ქართული სოფელი დისევის საშუალო სკოლა, აგრაისა, ის შენობა. ხო. აი ეგ ხო ჩამოდის არა სეტკა, ეკა. ხო და აი იმ ჩემი სეტკის იქით იყო დისევის ბაღი, ესე იგი ცხინვალის რაიონი. აი ამ სეტკის საკეთ უკვე გორის რაიონი იწყებოდა. ხო და ეგრე ვიყავით, ან გზის ზემოთ ცხინვალის სოფლები იყვნენ, გზის ქვემოთ გორის სოფლები. ხო და ეგრე ვიყავთ დარწმუნებულები, რომ გზის ქვემოთ ჩვენი იყო. ხო და ბოლოს აი სადამდე გზასად დარჩა და აი სად არიან ჩამოსულები. და თქვენ კონკრეტულად აი ამ ბადის იქით რა დაგრჩათ და სოფელს რა დარჩათ ხო? ეს მიპასუხეთ. ხო, ჩვენ სოფელს არაფერი, იმიტომ ზემოთა, აი ემის ზემოთა, ერთი ჩემი მეზობელია, იმის ბაღი დარჩა. მეზობლის ბაღი და ჩემი ნახევარი ბაღი, ხო? და იმის იქით ქართული სოფელი სულ გადამწვარი, დისევი, გადამწვარი, გადაბუგული, უკვე უკაცრიელია ეგა. თქვენ სახელი და გვარი ბრძანეთ? ქეთინო გუგუტიშვილი.